აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის მინიფეხბურთში გენოსარიას სახელობის ტურნირი ჩატარდა. ტურნირი 3 დღე მიმდინარეობდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდები შეეჯიბრნენ. გამარჯვება მოიპოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა. აფხაზეთის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა ღებულობს მონაწილეობას. მეგობრები არიან, იცნობენ ერთმანეთს. გულშემატკივრობთ, ხალისის შემოაქვთ, სპორტია, ჯანსაღი ცხოვრება. ძალიან კარგად ჩატარდა. პირველ ადგილზე ჩვენ გავედით განათლებისა და კულტურის სამინისტროს. ყოველწლიურად ტარდება აფხაზეთის სტრუქტურებში ტურნირი. ეს არის ერთ-ერთი პრომა ჯანსაღი ცხოვრების წესების დანერგვის. ჩვენ დღეს არ გავგვიმართლა, წავაგეთ განათლების სამინისტროსთან, ულოცავ განათლების სამინისტროს პირველ ადგილს დაკავებას. მაგრამ მეორე ადგილს ფეხბურთში არ არის ცუდი. გავიმარჯვეთ ჩვენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. მინდა მადლობა გადაუხადო მთავრობის თავმჯდომარეს, რომ ესეთი ღონისძიება ჩაგვატარებია და შემდეგში იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ასე ლამაზად ჩატარდება ეს ტურნირი. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სპორტსმენები. გამარჯვებულები და ტურნირის პრიზიორები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით.